სოფელ არახვეთში ჩინეთის მოქალაქეებსა და ქართველებს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩინელმა მუშამ ადგილობრივ ქალბატონს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რაზეც იმავე სოფელში მცხოვრებ მოქალაქეს ზურაბურდულს ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა. მან დედის შეურაცხყოფის გამო ჩინელ მუშას სილა გაარტყა. ყველაფერი ასე დაიწყო. იქ, სადაც ქალბატონ დალის წლებია პატარა ფერმა აქვს, რამდენიმე მეტრში ჩინურმა კომპანიამ საგზაო სამუშაოები დაიწყო და პერიმეტრის დასაცავად, კამერების დაყენების ნაცვლად ათობით ძაღლი მიიყვანეს. ძაღლებმა ოჯახს ჯამში 50-ზე მეტი ქათამი შეუჭამა. როგორც ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა დალის სუარიძემ განაცხადა, მან არაერთხელ სთხოვა ჩინელ მუშებს ძაღლები მოერიდებინათ ფერმისთვის, რაზეც მუშებისგან დაცინვას იღებდა. როდესაც ჩინელები სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, ქალბატონმა მხოლოდ ამის შემდეგ უამბო შვილებს მომხდარის შესახებ, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ერთ-ორჯერ გავაფრთხილე უთხრა და მაინც არ აქნეს და ჰყავდა მაშინაც ძაღლები. ჩემ შვილებს არ ვაგებინებდი, იმიტომ რომ მეშინოდა ეს ჩემი შვილები მე ჩემი ლაპარაკის გულისთვის შარში არ მივიყვანო მეთქი და ერთი 4-ჯერ 5-ჯერ ვყვანენ გაფრთხილებულები რომ ვერ ვაგებინებდი. ესე ვეუბნებოდი მე რომ აი ეხა მეთქი ქათმები მყვანან მეთქი მე ვეუბნებოდი და აი ესეც კი ყელი გამოუწო უფრო გაიგებენ მეთქი და აი ეს ძაღლები მეთქი ნუ დაგყავთ. აი ესე დავდგა ესე დოიჭებით და დაუწყებეთ სქერა. აი ერთადაც სიცილი დაიწყეს. ჩინელი მუშების ჩივილის შემდეგ საქმეში მომენტალურად ჩაერთნენ საგამოძიებო უწყებები, სამართალდამცავები, დუშეთის რეგიონული სამმართველოს და ჟინვალის განყოფილების წარმომადგენლები. ზურაბურდულის განცხადებით, საქმეში მოულოდნელად ყოველგვარი დამამტკიცებელი ფაქტების გარეშე კიდევ ერთი ჩინელი მუშა გაჩნდა, რომელიც აცხადებს, რომ კოლეგის გარდა ბატონმა ზურამ ხელი მასაც დაარტყა. რის გამოც ბურდულს საქმე კიდევ უფრო მეტად გაურთულეს. რაც შეეხება ამ საქმის გამომძიებელს, დედაჩემის გამოკითხვის დროს ესეთი რაღაცა უთხრა, რომ ნებაიბოძეთ დაშალეთ ის ჩინელების ძაღლები, ნებაიბოძეთ დაშალეთ ის კერძო საკუთრება, სადაც თქვენ გყავთ ეს ქათმები, ამოიყვანეთ ეზოში და ეზოში უფრო მარტივად მოახერხებთო ამის მოვლას, რა ჩინელს აქ ყველაფრის უფლება და რადგან ვარ ქართველი, მე არ მაქვს იმის უფლება, რომ საკუთარი დედის დამცინავ ადამიანზე ვიმოქმედო. ნუ მე მესმის რომ სილის გაწნა კანონმდებლობით არ შეიძლება, მაგრამ სილის გაწნა როცა დედაჩემს დასცინის, ფიქრობ რომ უფრო ნაკლები გავაკეთე, ვიდრე უნდა გამეკეთებინა. როგორც ჩანს, სამართალდამცველებს მტკიცებულებების არ ქონის მიუხედავად, ჩინელი მუშების ჯერათ. აქციაზე, რომელიც ზურაბურდულის მხარდასაჭერად გაიმართა, დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი იმერლიშვილი და ჟინვალის განყოფილების უფროსი მამუკა კბილცეცხლაშვილი მოადგილეებთან ერთად მივიდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ხისტი ქმედებებითა და უხეში საუბრის ტონით არამხოლოდ აქტივისტების და ზურაბურდულის, არამედ ჩვენი გადამღები ჯგუფის მიმართაც გამოირჩეოდნენ. გიორგი იმერლიშვილი ჩვენს მიერ დასმულმა კითხვებმა ისე გააღიზიანა, რომ მხოლოდ ერთი სტანდარტული პასუხი შემოიფარგლა. მიგვემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრისთვის. რეალურად პოლიციის წარმომადგენლის მხრიდან აღნიშნული პასუხისგაცემა საკითხის არასათანადო ცოდნით იყო განპირობებული. სოფელ არახვეთში ჩასულებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გავარკვიოთ. ჩინელ მუშებს, რომლებიც საგზაო სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით აწარმოებენ, აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით უკვე დასრულებული უნდა ჰქონოდათ. საუბარია 9 კილომეტრიანი გვირაბების მშენებლობაზე. როგორც ჩანს, კანონი ყველასთვის თანაბრად არ მუშაობს და წესით ხელისუფლება ამ საკითხით უკვე აქამდე უნდა დაინტერესებულიყო, თუ როგორი დარღვევით ხორციელდება აღნიშნული 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის პროცესი. აღსანიშნავია, რომ როგორც კი ჩინელმა მუშებმა ჩვენი გადამღები ჯგუფის კამერები დაინახეს, ერთმანეთთან დარეკვა და ობიექტებზე სხვა მუშების მოყვანა დაიწყეს. უმოქმედოდ გაჩერებული სამშენებლო ტექნიკა ჩართეს და საგზაო სამუშაოები ჩვენს დასანახად დაიწყეს. ჩვენ ვეცადეთ ერთ-ერთ მუშას გავსაუბრებოდით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მან ქართულად საუბარი იცოდა, ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინელები მეზობელ სოფლებში სხვადასხვა სახის სამუშაოებს აწარმოებენ. ზოგიერთ მათგანს კი ხრეშის ქარხნები აქვს. ხმაურიან თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება პარტია კონსერვატიული მოძრაობის დუშეთის ოფისის ხელმძღვანელს მარიამ ლაფანაშვილს ვთხოვეთ. მისი განცხადებით, სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში თავად ქართველი ხდება უსამართლობის მსხვერპლი და უცხო ქვეყნის წარმომადგენლები უფრო მეტი პრივილეგიებით სარგებლობენ, ვიდრე ადგილობრივები. შერშევით სამართალთან ვფიქრობ, რომ არის საქმე, იქიდან გამომდინარე, რომ რახან უცხოელია და სხვა ქვეყნის წარმომადგენელია, რატომღაც ამ ბოლო დროს ხდება,
რომ უცხოელებს უფრო მეტი პრივილეგიები აქვს საქართველოში და მეტად კანონ დაცულები ხდებიან, ვიდრე ჩვენ თვითონ ქართველები. სწორი რეაგირება ჰქონდა ზურაბ ბურდურს იმ ჩინელის მიმართ, იმიტომ რომ მე თვითონაც ქალი ვარ და ნამდვილად დიდი შეურაცხყოფას არ მოусმენდი და მე ისიც მაინტერესებს სამართალდამცავები დღეს, რომლებიც კაცობაზე თავს დებენ და ქართველ კაცებად მოაქვთ თავი, თვითონ როგორი რეაქცია ექონებოდათ, როგორ მოითმენდნენ და დაითმენდნენ, რაც მისი ოჯახის წევრებისთვის ან დედის მიმართ რომ განხორციელებულიყო. მე არ ვიცი ახლა, როცა მტკიცებულებები არ აქვს, საერთოდ რა ბრალდება უნდა წაუყენო ადამიანს. მეტისმეტად ბევრია ერთიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ვფიქრობ, რომ თუნდაც ფირაოს სახით რაღაცა შესაძლებელია რომ მოხდეს. შეიძლება ითქვას, რომ ჩინელი მუშების საუბარზე დაყრდნობით აპირებენ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ ადამიანს, რომელმაც მათ საკუთარი დედის შეურაცხყოფა არ აპატია და პროვოკატორს პასუხი გასცა.